შემოგვერთა ჩვენი ღიმილიანი, ჩვენი ღიმილის დედოფალი ლანა პლიაძე, ლანა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ძალიან ისეთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ალბათ ისევე როგორც ყველა თქვენც რომ მიყვიძებთ, რას აკეთებთ, თუ ეთერში არ ხართ, იღებთ ტელეფონს, რა თქმა უნდა, და გააქვთ თუ არა საქმე, ანუ მიზანმიმართული რაღაცა კონკრეტული ანუ სრულიად გაუაზრებლად თქვენ უყურებთ ტელეფონს დილიდან საღამომდე. ასეა ყველა სამწუხაროდ. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საზოგადოება ადამიანებს გვაქვს ციფრული გადაღლა. ციფრულ გადაღლას კი იწვევს ასევე ტერმინი მოიგონეს კონკრეტული და ეს არის მომწამლავი სქროლვა. ასე რომ ამ მომწამლავ სქროლვაზე გვექნება დღეს საუბარი. მე რა თქმა უნდა გავეცანი გარკვეულ სტატისტიკას და მინდა ეს სტატისტიკა თქვენს წარმოგიდგინოთ. მაგალითად ჩვენ ვიგებთ, რომ სოციალური მედიის მომხმარებელი 4.9 მილიარდი ადამიანია და მათი უმეტესი ნაწილი რამდენი შეიძლება გაატარონ სოციალურ ქსელში. ანუ 200 წუთი არის მინიმალური მაჩვენებელი და დამეთანხმებით ალბათ რომ ეს საკმაოდ დიდია. რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს ეს გახლავთ ის, რომ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია გვეუბნება, რომ იმ ინფორმაციიდან, რასაც ვიღებთ ჩვენ სოცქსელებიდან, უმეტესი ნაწილი არის ნეგატიური. 61% ზრდასრულებიდან, ხოლო მოზარდების 81% სწორედ ამ ინფორმაციისგან მიღებულ სტრესს განიცდის ყოველი დღის განმავლობაში. და კიდევ ერთი კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემა გვეუბნება, რომ უარყოფითი სქროლვა იწვევს შიშს, ასევე იწვევს პანიკას და შინაგან აგრესიას და შემდეგ უარყოფითი სქროლვა? ანუ უარყოფითი სქროლვა ნიშნავს რას? გავიღვიძეთ, ავიღეთ ტელეფონი, შეგხვდათ ცუდი ინფორმაცია, ნეგატიური ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რომელსაც მოყვა მეორე, მესამე, შეიძლება საერთოდ არ გვეხებოდეს ჩვენ, მაგრამ ძალიანაც გვეხება. ჩვენ რომ გონია რომ არ გვეხება და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება ჩვენს ფსიქიკაზე. ჩვენს გონებაში. კი, ნამდვილად ასეა. და აი სხვათა შორის კიდევ ერთი დეტალი, ჩვენ რომ ამოვთ ხოლმე რა თავი მტკივა რატომღაც და არტერიული ჰიპერტენზია მაქვს რატომღაც, ამის გამომწვევი მიზეზებიც შეიძლება იყოს ეს მომწამლავი სქროლვა, რასაც გვეუბნებიან მეცნიერები. ასე რომ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ზარალდებით სოციალური მედიით და ზოგადად აი გაჯეტ დამოკიდებულებით. ჩვენი სტუმარი რა თქმა უნდა უფრო დეტალურად გვესაუბრება ამ თემაზე. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგეთ ნათი ახობაძეს, რომელიც ფსიქოთერაპევტი გახლავთ. მადლობა რომ ჩვენთან ხართ დილიდან და აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი თანამედროვეებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. ისევ სტატისტიკით დავიწყებთ თქვენთან საუბარს. ესე იგი, კვლევა მაჩვენა, რომ სოციმედიაში ერთი პოსტიდან მეორეზე გადასასვლელად თურმე გვჭირდება სულ რაღაც 19 წამი. და ამ დროის განმავლობაში რამდენი სხვადასხვა ინფორმაცია იცვლება ჩვენ ტვინში, კი ვხედავთ, ხო, ზოგს ვიაზრებთ, ზოგს არა და როდესაც კითხეს გამოკითხულ ადამიანებს, რომ რა გაიგეო, ძირითადი ნაწილი არ ახსოვდათ. წარმოგიდგენიათ ის ინფორმაცია, რაც ნახეს? ხო, ანუ არც ახსოვდათ. თუმცა შემდეგ ჩვენ, ანუ მაინც ილექება. კი ბატონო, აი ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა ჩვენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. ეს ერთი მიზეზი, მაგრამ კიდევ რა მიზეზებია, რაც იწვევს აი ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას გაჯეტებზე და შესაბამისად სოციმედიაზე. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩემთვისაც ერთხელ კიდევ გააქტიურეთ ეს თემა და ამ თემის ძალიან მნიშვნელოვნებას გაუსვით კიდევ ერთხელ ხაზი. პირველი დავიწყებ იქეთ, რომ ტვინის ესეთი ფუნქცია, რომ ტვინი ამუშავებს ნებისმიერ ინფორმაციას, რასთან მას აქვს შეხება და ის ვერ ახდენს იმის გარჩევას, ეს ინფორმაცია პოზიტიურია თუ ნეგატიური. ტვინი ამუშავებს მაგალითად ჩვენ რაღაც ნეგატიურ ინფორმაციას მივიღებთ, თუ მაგალითად პიტნის ჩაის დავლებთ, ხო? ამიტომ მისთვის სულ ერთი არის რა ინფორმაციასთან აქვს შეხება. პირველ რიგში ის სიჩქარე, ხო, ამბობენ რომ დრო დაჩქარდა. ხო, რეალობაში თუ მაგალითად გაჯეტების გარეშე გავატარებთ ბუნებაში დროს, შევამჩნევთ რომ დრო სრულებითაც არ დაჩქარებულა. ხო, ანუ დაჩქარდა ის ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ჩვენთვის მიეწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ამ ინფორმაციის სისწრაფე, ხო? და თქვენ აღნიშნეთ და ბოლო 3 წლის განმავლობაში ყურადღების კონცენტრაცია სადღაც 12 წამიდან საშუალოდ 8 წამამდე არის ჩამოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი ნელ-ნელა ეჩვევა იმას, რომ ყურადღების აი მოჭიდება რაც შეიძლება მცირე ხანგრძლივობით მოახდინოს და ალბათ დადგება თუ ესე გავაგრძელებთ და არ მიმართავთ ფსიქიკურ ჰიგიენას, რასაც ვეძახით, მივალთ იქამდე, რომ ძალიან გაგვიჭირდება სახელმძღვანელოს წაკითხვა, იმიტომ რომ იქ საქმე გვაქვს, რომ ყურადღების კონცენტრაცია მოახდინოთ ძალიან დიდ ინფორმაციაზე და ვინაიდან ეს მოკლე
მოკლე პოსტები ჩვენ ტვინს აჩვევს იმას, რომ მიიღოს სტიმული მოკლე დროში, რაც იწვევს აი დოფამინის მცირე დოზების აფეთქებას და სწორედ ეს დოფამინი იწვევს ამ დამოკიდებულებას, რომ მუდმივად ვეძებთ. ნახეთ, დოფამინი პასუხისმგებელი არის არა პროცესზე, რომ კმაყოფილება მივიღო, არამედ ამ სასიამოვნოს ძიებაზე. ამიტომ ეს ძიების პროცესი დოფამინს აძლევს იმის საშუალებას, რომ მაგალითად რაღაც სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ. ზოგისთვის ნახეთ, ზოგი ეძებს პოზიტიურ ინფორმაციას, ზოგი ნეგატიურს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა დამოკიდებულებისთვის ეს ნეგატიურია თუ პოზიტიური. როდესაც მივიღეთ პოზიტიური რეაქცია, ეს დოფამინი იწვევს კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის პოზიტიური ინფორმაცია მივიღოთ და ვინაიდან ჩვენ ვერ ვახდენთ იმის სკანირებას, რომ ინფორმაცია მივიღოთ ყოველთვის პოზიტიური და როდესაც ხვდებით თქვა რაღაცა ნეგატიურ პოსტს ან რილს ან ინფორმაციას, უკვე კიდევ უფრო მეტად ვააჩქარებთ სკროლს, იმიტომ რომ ტვინს უნდა ის დოფამინის დოზა კიდე მიიღოს. ამიტომ ეს შორის გარკვეული კვლევა წავიკითხე ამასთან მიმართებაში, რომ თუ ვთქვათ 5 პოსტი გაცვალე, აი ნახე 5 პოსტი, შემდეგ 10%-ით იზრდება სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი დაამატო. მაგრამ თუ საათნახევარი დაისვენე ამ პროცესში და არ ნახე არანაირი პოსტი, 20%-ით მცირდება თურმე ჩვენი სურვილი, რომ ისევ ასე ვთქვათ სკროლოთ, ეს მომწამლავი სკროლვა განვახორციელოთ. თქვენ ვახსენეთ უარყოფითი ინფორმაცია და ასევე გარკვეული სტატისტიკა არის, როდესაც ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება უარყოფითი ინფორმაციის და ჩვენ ვიცით ეს დამახინჯებული, ასე ვთქვათ, სოციმედიის გარკვეული წესები, როდესაც ხან ვისკლავენ, ხან ვიღაც არის ცუდად, აბსოლუტურად ესეთი მოგონილი და რა თქმა უნდა არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ვრცელდება. რაც ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს ნეგატიური ინფორმაცია მოსწონთ. რატომ მოგწონს? რა გვხიბლავს ნეგატიურ ინფორმაციაში? ეს დაკავშირებული არის ჩვენს ქვეცნობიერ ნაწილთან. ადამიანის, აი როგორც მზე არ არსებობს ჩრდილის გარეშე, ასევე არ არსებობს ადამიანი ჩრდილოვანი ნაწილის გარეშე. და ეს ჩრდილოვანი ნაწილი არის ის უარყოფითი ემოციები, რომლებიც საზოგადოებაში, თუნდაც ოჯახში იგრძალება. ხო, ეს არის აგრესია, ზიზღის გამოხატვა და ასე შემდეგ. და ჩვენ ფსიქიკას ასე ესეთი უნარი, რომ რადგან ბავშვობაში ამ ემოციებს მიგრძალავდნენ, ეს ნაწილი ჩვენი ფსიქიკის ამ ქვეცნობიერში იქნა განდევნილი. მაგრამ ნახეთ, როდესაც ეს ცნობიერში არ არის ინტეგრირებული, ინტეგრაცია რას ნიშნავს? ახლა რომ მე უნდა ვიცოდე ამ ჩერი ჩრდილოვანი ნაწილის შესახებ, არ ნიშნავს რომ თქვათ გამოვიყენო იქ სადაც არ არის საჭირო, მაგრამ მე ვიცი რომ თუ ეს დამჭირდა აგრესია, ზიზღის გამოხატვა, შური, რომელიც ისეთივე ემოციაა, როგორც სიხარული და სხვა დადებითი ემოციები, მაშინ ჩრდილოვან ნაწილს აქვს ესეთი ტენდენცია, რომ გაათამაშოს საკუთარი თავი. და როდესაც ჩვენ უარყოფით ინფორმაციას ვეხებით, მოდის ესეთი უსაფრთხოების განცდა ფსიქიკისთვის, რომ ეს ჩემში კი არ ხდება, გარეთ ხდება და რეალობაში ეს ჩვენი ეს შინაგანი ნაწილი, ეს უარყოფითი აგრესიული ნაწილი ახდენს გათამაშებას და მოდის კმაყოფილების განცდა და სანამ არ მოხდება ჩრდილოვანი ნაწილის ინტეგრაცია, რაც ძალიან რთული ხანგრძლივი ფსიქოთერაპიული პროცესი არის, მანამ ადამიანის ბუნება, რომ ამ ნეგატიური ინფორმაციის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი კონდეს. გარდა ამისა, ამ ჩრდილოვანი ნაწილის გარდა ემატება მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის ჩვენი ტვინის ევოლუციური განვითარება. როდესაც ადამიანი გაჩნდა, მისი მთავარი ფუნქცია იყო, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო, ხო? ამიტომ მუდმივად ახდენდა გარესამყაროს სკანირებას, რომ რაღაცა საფრთხე არ ყოფილიყო და საფრთხეში გულისხმობდა, რომ უარყოფითი რაღაცები ამოეცნო. და ჩვენი ტვინის ევოლუციას განვითარებისთვის, იმისთვის, რომ დღეს ესეთი საფრთხე არ არსებობს, ხომ? შვიდად შეგვიძლია ქუჩებში ვიაროთ, ვიჯდეთ. ტვინის ევოლუცია სჭირდება მილიარდობით წლები, რომ გადავიდეს ახალ სისტემაზე. ამიტომ ჩვენი ტვინი კიდევ იმ რეჟიმში მუშაობს, რა რეჟიმითაც მუშაობდა მაშინ, როცა საფრთხის ამოცნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ამიტომ ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რომ ტოლვა ამ უარყოფითი ემოციის, აგრესიის, აგრესიული, ტრაგიკული, დრამატული ფაქტების მიღებისკენ არის ძალიან სასურველი ადამიანისთვის. ჩვენ ამის მართვა შეგვიძლია ვისწავლოთ? აი ზუსტად თუ ეს იმდენად ინსტინქტური რაღაცაა, რომ ამას ხო ვერ ვაცნობიერებთ, ხო? ეს არის მიზიდულობა, რომ ეს ამ ინფორმაციას ვეძებ და შინაგანი კმაყოფილება, აი მენტალურ მოფერებას მაძლევს, რომ აი შინაგანი კმაყოფილება და ეს უსაფრთხოება ვიგრძენ, იმიტომ რომ ის ჩემი ნაწილი, რომელიც არ არის ინტეგრირებული და არ მყავს მიღებული და აღიარებული, იქ გათამაშდა, იმიტომ რომ ამას აქვს საჭიროება. ეს არის ჩვენი, ეხა წარმოიდგინეთ, რომ ვაშლი, რომელიც გავჭრათ, ხო, შუაში და თუ კითხავთ, რომ აი ვაშლი რომელია, თქო, იტყვით, რომ ანუ ორივე ერთად. ამიტომ შეუძლებელი არის, ხო, ორივე ნაწილის ინტეგრაცია ჩვენი პერსონალური ნაწილის, რომელიც ძირითადად არის დადებითი
სიამოვნო და მეორე ჩრდილოვანი ნაწილი. ამიტომ რთული პროცესია, ამიტომ რომ ადამიანმა რა მაინტერესებს, აი მაგალითად მე ჩემ თავში გავიაზრე ის რომ გავითვალისწინე ასე თქვა თქვენი აი ესეთი ახსნა ამბის და გავითვალისწინე ის რომ ნუ აი არ მოდი ავერიდები აი ამ ნეგატიურ ინფორმაციას, მაგრამ კაი ავერიდე ერთი დღე ან 1 საათი 2 საათი, მაგრამ ხო წამიცდება ხელი სადღაც ეს ხო იმდენად შინაგანად მოდის რომ ნებისმიერ ვარიანტში. თუმცა კონტროლი შესაძლებელია ალბათ საკუთარ თავს კონტროლი უნდა დაუწესოს. აი კონტროლი როგორ მოვახდინოთ? გაცნობიერება. როდესაც ესეთ რაღაცებს ვეხები, რა ხდება, რატომ იზიდავს? ხო, ცნობიერი თვალყური ვადევნო, იმიტომ რომ მეც მიხედავთ იმისა, რომ ფსიქოთერაპევტი ვარ, მეც ამაქვს, ხო, ეს სკროლის მომენტები, მაგრამ ნახეთ, განსხვავებულად იმ ადამიანისა, რომელიც თქვათ ამ საკითხზე, ამ საკითხით არ ინტერესდება, მე შემიძლია ცნობიერად თვალი ვადევნო ჩემს ქცევას. ეგ არის განსხვავება. და როცა ვიცი მე ჩემი ჩრდილოვანი ნაწილის შესახებ და როცა ვიცი, რომ რის გამო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, უკვე ცნობიერად შემიძლია ამის მართვა, იმიტომ რომ ის რასაც ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ჩვენ ამის მართვა შეგვიძლია. ხო. კი ბატონო. ბოლო დროს სოციალურ ქსელებს დაემატა აჩქარების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ თქვენც იყენებთ, იმიტომ რომ ყველა დროის დაზოგვაზე ვართ დღეს ორიენტირებული და მე პირადად უკვე ჩემი თავი დავიჭირე, რომ ყველა ვიდეოს გადახვევით უყურებ, ანუ აჩქარებული რეჟიმით. მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ არ მსიამოვნებს, ინფორმაციას ვიღებ, მაგრამ ტვინს ვღლი, ანუ ამას ვიაზრებ. რეალურად რა ეს ეფექტი საბოლოო ჯამში რა გავლენას იქონიებს ჩვენს ფსიქიკაზე თუ ტვინზე თუ არ ვიცი ჯანმრთელობაზე, რა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან თუ არაუშავს ტვინი ყველაფერს აიტანს. არა, ტვინი ყველაფერს ვერ აიტანს, ეხა ანალოგი რო გავაკეთოთ, ხო, იგივე ისეთივე ორგანოა ტვინი, როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემა. და ეხა წარმოედგინოთ, რომ მთელი დღის განმავლობაში საჭმელს იღებთ და არ ხდება მისი ინტეგრაცია გარეთ, ხო, იგივეა ზუსტად, ნახე, თავის ტვინის სტრუქტურა ინფორმაციის გადამუშავების არის ესეთი, რომ თავის ტვინი ამუშავებს ინფორმაციას თანმიმდევრულად და ჭირდება ღრმა და ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაცია ამ ინფორმაციაზე. და როდესაც არ ხდება მეტაბოლიზმის პროცესი, რომ სწრაფად ხდება ამ სურათების, ინფორმაციის, ვიზუალური ცვლილება, ჩათვალეთ, რომ თავის ტვინი ამ ინფორმაციის მონელებას ვერ ახდენს, ხო? და რაც უფრო აჩქარებულია და მომატებულია ეს ინფორმაცია, საბოლოო შედეგი ალბათ იქნება ის, რომ ჩვენ ეს ყურადღების ფიქსირების დრო კიდევ უფრო მეტად შემცირდება, ხო? დღეს 12 წამიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში 8 წამამდე არის ჩამოსული და ალბათ რაც უფრო დრა გავადა ამ ინფორმაციის სისწრაფესთან დაკავშირებით, ეს ფიქსირების დრო იქნება უფრო შემცირებული. ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ არ შეგვეძლება ელემენტარულად წიგნის წაკითხვა. კონცენტრირება. იწვევს შფოთს, რომ აი ადამიანს არ შეუძლია ერთ ადგილას მოისვენოს, ხო? გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ღამის სკროლვა არის, როდესაც აი ეს სტრესის ჰორმონის დონე აი მზეროცა ჩადის იკლებს, ხო? და ეს მელატონინის დონე იმატებს. და როდესაც ჩვენ ვიღებთ იმ გამოსხივებას, რაც სიგნალია თვალისთვის ის, რომ ჯერ არ დაღამებულა, ეს სტრესის ჰორმონის დონე კიდევ უფრო კონცენტრაცია იმატებს, რაც იწვევს ზუსტად უძილობას და ეს არ არის მარტო უძილობა, იმიტომ რომ ჩვენ გონია რომ მელატონინი მარტო ძილზე ახდენს გავლენას, ის ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ახდენს გავლენას ჩვენს ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს მაგალითად თუ მიდრეკილება გაქვთ ჰიპერტონული დაავადებისკენ არტერიული წნევის მომატებას და გავლენას ახდენს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასე რომ ეს არ არის მარტო ძილის პრობლემა, ეს არის მთელი სისტემა. დასასრულისკენ თუ არსებობს გარკვეული რეკომენდაცია, რომ აი თქვენ დღის განმავლობაში ამაზე მეტი დრო არ უნდა დაუთმოთ სოციალურ ქსელებს და გაჭედებს ზოგადად. კონკრეტული დრო თუ არის? კი, აი ადიქციის კანადურმა აკადემიამ დადო ესეთი დასკვნა, რომ უკვე 2 საათზე მეტი გატარებული დრო დღის განმავლობაში ნეგატიურად აისახება ჩვენი ტვინის მუშაობაზე. ასე რომ 2 საათი არის ის მაქსიმალური დრო, რაც შეგვიძლია დღის განმავლობაში გადავანაწილოთ სოციალური ქსელებთან ურთიერთობაში. ძალიან დიდი მადლობა, ნათია. მე ჩვენს მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ უბრალოდ გავიაზროთ, ერთმანეთს ვეტყვით უფრო სწორად, რომ გავიაზროთ ის, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით
ვცხოვრობთ ფაქტობრივად სხვების ცხოვრებით ვცხოვრობთ და ჩვენი ცხოვრება ისე გადის, რომ ვერ ვხვდებით და სულ 4 რჩევაა, რომლითაც შევაჯამებ, ასე ვთქვათ, ჩვენს თემას, რასაც გვირჩევენ, ასე ვთქვათ, მეცნიერები რა უნდა გავაკეთოთ. ერთი არის ის, რომ გაღვიძებისთანავე არ ავიღოთ ტელეფონი არავითარ შემთხვევაში. მეორე გახლავთ ის, რომ არ ვიკვებოთ ტელეფონით ხელში, ანუ მაგიდასთან არ მივიტანოს და ისე არ ვისადილოთ. მეორე არის შევძლოთ, რაც ყველაზე რთულია, რომ დაძინებამდე 2 საათით ადრე ტელეფონი გადავდოთ და აი გადადებული ტელეფონის შემდეგ 2 საათის შემდეგ დავიძინოთ და რაც თავარია, ჩავერთოთ ფიზიკურ აქტივობებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა მაინც დამოკიდებული ვართ ამ სოციქსელებზე და მისგან მიღებული ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას და გავლენას ეს ფიზიკური აქტივობა ანეიტრალებს, ასე რომ ხო და კარგი რომ ითქვეს, ხო მეგობრებსაც რო ხვდებით, მაშინაც გადავდოთ გვერდზე ტელეფონია. შესანიშნავი რჩევა, რა თქმა უნდა და მეტად ვიკონტაქტოთ. ისე საინტერესოა. როდის უფრო ვზარალდებით, როცა სახში დაგვრჩება ტელეფონი სამსახურში წამოსვლის წინ თუ და რომ მიგვაქვს და მე რაღაცას მოვწყდებით. იცი რა, ძალიან რთულია სხვათა შორის. მე მქონდა გუშინ 1 საათი ტელეფონი რომ არ მქონდა და ისე ცუდად ვიგძენი თავი. მართლა მეგონა რომ გარშემო ყველაფერი ხდებოდა უჩემოდ და ეს ძალიან აი ამის გაანალიზება რომ მივხვდი, აი ძალიან ცუდი იყო. ასე რომ მაქსიმალურად უნდა კი შევეცადოთ რომ გავემიჯნოთ. ნარკომანიის ერთ-ერთი სახე და დამოკიდებულებაა კი ბატონო. იგივე პროცესები მიმდინარეობს თავის წინში, რაც ნარკოდამოკიდებულების დროს კი, ასე რომ კი ბატონო. ხო და უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. 2 საათზე მეტი აღარ ავიღოთ ხელში ტელეფონი, რომ ეცადოთ მაინც. ძალიან დიდი მადლობა ლანა, მადლობა თქვენ, რა თქმა უნდა, მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო თემისთვის, როგორც ყოველთვის.